ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული დეპუტატი ვახტანგ გოლანძია მუკვლის სროლა სოხუმში დე-ფაქტო პარლამენტის შენობაში მოხდა გავრცელებული ცნობით ცეცხლი ასევე ეგრეთ წოდებულმა დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ გახსნა და მიიმალა. შედეგად დაიჭრნენ გოლანძია და კან კვარჩია. გოლანძია მიყენებული ჭრილობებით მალევე გარდაიცვალა. კვარჩია კი მძიმე დაიჭრა, მას ოპერაცია ჩაუტარეს. სროლის საბაბი ჩხუბი გახდა. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. სესიის დროს ხარაზიასა და კვარჩიას შორის კამათი დაიწყო. გოლანძია შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჩიას მიმართულებით ისროლა. მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში სპეცოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. მისი ორივე გასასვლელი გადაკეტილია. სროლას დე-ფაქტო პარლამენტში წინ უძღოდა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაცია სოხუმსა და ბიჭვინთაში, სადაც კრიპტოვალუტის მომპოვებელი 23 აპარატი იპოვეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტი გოლანძია შემოიყვანეს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. მივიღეთ ყველა სახის რეანიმაციული ზომები, მაგრამ წარუმატებელი იყო და ის გარდაიცვალა. ასევე შემოიყვანეს კვარჩია მხარში გამჭოლი ჭრილობით. ამ დროისთვის ის საოპერაციოშია და ქირურგების ბრიგადა მუშაობს.